ასევე იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მე ამომკვეთეს ორივე საკვერცხე ახალგაზრდა ასაკში 40 წლამდე და მჭირდება თუ არა ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია. დიახ, მჭირდებათ, თუ რასაკვირველია არ არის უკუჩვენება და რამდენ ხანს მჭირდება, მეკითხებიან. ეს მჭირდება მენოპაუზის ფიზიოლოგიური, ანუ მენოპაუზის დაწყების ფიზიოლოგიურ პერიოდამდე. ჩვეულებრივ მენოპაუზა იწყება 45-დან 55 წლამდე, რომ ავიღოთ დაახლოებით 55 წლამდე. და 55 წლის შემდეგ არ მჭირდება? 55 წლის შემდეგაც რასაკვირველია შეიძლება გაგრძელდეს და კარგიცა თუ გაგრძელდება, თუ არ იქნება რაიმე გარემოებები, რომელიც ამას ხელს შეუშლის. თუნდაც შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობის მხრივ, ან თუნდაც თქვათ ქალის სურვილი, უბრალოდ ქალს არ უნდა რომ გააგრძელოს ესტროგენ შენაცვლებით.